განვითარებისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 9 აპრილისა და 20 იანვრის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. განვითარებისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ემინ აჰმედოვმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღია. როგორც მოგეხსენებათ, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები დაიღუპნენ და როგორც ყოველ წელს, წელსაც მარნეულში, ალგეთში 20 იანვრისა და 9 აპრილის მემორიალი ახალგაზრდებთან ერთად ყვავილებით შევამკეთ. ასევე ახალგაზრდებს ინფორმაცია მივაწოდეთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. მათ არ უნდა დაივიწყონ გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირეს თავები. ღმერთმა ყველას სული ნათელში ამყოფოს. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.